26 დღეში მშილობს მზია ამაღლობელის ამ დრომდე რჩება კლინიკა ვივამედში. ადვოკატის ინფორმაციით, რომელიც მას დილიდან შეხვდა, მდგომარეობა სტაბილურია და გრძელდება კვლევები. მისივე ინფორმაციით ანალიზებში გარკვეული ცვლილებები აღინიშნება და ხვალ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა ჯგუფი მოინახულებს მას. ინტერესების დამცველის თქმით, თავად მზია ამაღლობელი მაქსიმუმ ხვალ საღამოს პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს. მდგომარეობა შეიძლება ითქვას, რომ უცვლელია, რაღაც სტაბილურად გრძნობს თავს. როგორც მე ადვოკატი ვარ, ახლა პროფესიონალურად ვერ ვაფასებ რა თქმა უნდა მის ზამთრობის მდგომარეობას, თუმცა გამხდა პალატაში დადიოდა ჩვეულებრივად ვიკონტაქტეთ, სხვადასხვა საკითხებზე ვისაუბრეთ. კლინიკა მოსთხოვა მას, რომ გარკვეული დრო დაიყო კლინიკაში, რადგან კვლევები ჩატარებულიყო, რაღაც ცვლილებებიც აღმოჩნდა გასტროენტეროლოგიურ კვლევებში. ალბათონი მზია კვლავას თვითონ ითხოვს, რომ დატოვოს აღნიშნული კლინიკა, დაბრუნდეს პენიტენციურ დაწესებულებაში და ამბობს, რომ არანაირ შეღავათებს არ ითხოვს არავისგან. რაც შეეხება იმას თუ ხვალ რა მოხდება, ხვალ შეიძლება შემოვიდეს სახალხო დამცველთან, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი მედიკოსთა ჯგუფი და ხვალ უნდა გაირკვეს უკვე დანარჩენი რასახის კვლევები იქნება საჭირო, გადმომეცვალთ დოკუმენტაცია, ფორმაასი, ამასაც გაეცნობიან სანდო ექიმები და ხვალ გაირკვევა დანარჩენი. ალბათონი მზიას მოთხოვნა არის ის, რომ თუ რამე კვლევა არის დარჩენილი დღეს ჩატარდეს, ხვალ ექიმები შემოვლენ და მაქსიმუმ ხვალ საღამოს დააბრუნონ პენიტენციურ დაწესებულებაში.